ვაგრძელებთ გადაცემას აფონდო ბაზრების მიმოხილვით. პირველ რიგში გამვლელი სავაჭრო სესია უნდა შევაჯამოთ, რომელიც ძალიან პოზიტიური იყო ამერიკული ბაზრისათვის. ჩვენ საშუალოდ 1.5%-იანი ზრდა ვიხილეთ, განსაკუთრებით კარგი შედეგი ჰქონდა NASDAQ-ის ინდექსს, ისლამის 2%-ით გაიზარდა და დღესაც ზრდის ეს საკმაოდ პოზიტიური და დინამიკური ტენდენცია გრძელდება. მოკლედ ეს კვირა ჯერჯერობით ფანტასტიკურად იწყება და მიმდინარეობს. S&P 500 აჩვენებს ამ ეტაპზე პლუს 0.78%, Dow Jones-ი არის გაზრდილი 0.22%-ით, NASDAQ-ი კი დამატებით 1.28%-ით გაიზარდა. სხვადასხვა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჯერჯერობით არა ვართ რეკორდებზე, დაახლოებით 3.9%-იანი ზრდა გვჭირდება, კიდევ დამატებით იმისათვის, რომ თვის დასაწყისში დაფიქსირებული რეკორდები მოხსნათ, რადგანაც მოგეხსენებათ, თვის შუა რიცხვებში იყო საკმაოდ მკვეთრი კორექციები, რაც ძირითადად SpaceX-ის IPO-სთან, Kevin Walsh-ის გამოჩენასთან და ირანთან არსებული გაურკვევლობის, ასე ვთქვათ, გამწვავებასთან იყო დაკავშირებული, თუმცა ამჟამად ისევ და ისევ უბრუნდებით აღმასრულის ტრაექტორიას და პრინციპში თუ მაკრო მოცემულობას დავაკვირდებით, ამ ასე ვთქვათ, ტენდენციის შეჩერების მიზეზები ჯერჯერობით ბაზარზე უბრალოდ არ ჩანს. დავუბრუნდეთ ახლა უკვე ტექ გიგანტებს, კომპანიებს, რომლებიც ყველაზე მეტ კაპიტალს იზიდავდნენ. მოკლედ, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, დიდი შვიდეული დაბრუნდა. დაბრუნდა ძალიან ხმაურიანად, როგორც ხედავთ, ლამის ყოველი მათგანი დღეს გაზრდილია, Nvidia პლუს 1.9%-ს აჩვენებს, Google პლუს 1%-ს, ის საერთოდ Dow Jones-ის ინდექსშიც კი შევიდა ამასობაში, Apple-ი ზრდება 2%-ზე მეტით, TSMC 3% აქვს და, როგორც ხედავთ, SpaceX-იც კი გაიზარდა დღეს 3.40%-ით და ჯამში ძალიან პოზიტიური განწყობა არის ბაზარზე, როგორც მოგახსენეთ, კაპიტალი უბრუნდება ბრწყინვალე შვიდეულს თუ ბრწყინვალე ათეულს, რადგანაც უკვე ამ კომპანიების რაოდენობაც გაიზარდა აგერ-აგერ მე-11 ადგილზე უკვე Samsung-იც კი ამოვიდა, მაგრამ ეს არსებითად აცვლის მოცემულობას, აი ამ ტექ გიგანტების მიმართ ინტერესი რჩება კვლავაც ძალიან მაღალი. გადავიდეთ ახლა უკვე ევროპაში, იქაც პოზიტიური დინამიკა აქვთ, სხვადასხვა ევროპული ინდექსი უკვე რეკორდულ ზონას უახლოვდება და მატება გვაქვს დღეს 0.88%. შანხაიც გაიზარდა, მან 0.5%-იანი მატება აჩვენა, ხოლო ნიკეის ინდექსმა, როგორც ხედავთ, დააფიქსირა პლუს 0.85%. მოკლედ, დღეს ყველგან იყო ძალიან პოზიტიური დინამიკა, ამის ფონზე ნავთობიც კი გაიაფთა, ესეც დამატებით კარგი კატალიზატორი ბაზრისათვის, ბრენტი ჩამოვიდა $63-მდე, WTI-ის ფასი კი ჩამოწდა $70, როგორც ხედავთ, საკმაოდ მკვეთრად 24%-ით არის გაუფასურებული უკვე ნავთობი ერთ თვიან პერიოდში. გადავიდეთ ოქროსა და ვერცხლზე. მათი ღირებულება დღეს ძალიან მცირედით არის გაზრდილი და ოქროს ფასი ისევ და ისევ შეადგენს $4,029, ვერცხლის კი ლამის $60. მოკლედ, ოქროსა და ვერცხლის ინვესტორებს არც აღმასვლა შველით და არც დაღმასვლა ორთავე აქტივი პრინციპში არის გაჭედილი ერთ საფასო დიაპაზონში და არ იზრვის არც იქით და არც აქით. ამის ყველაზე კარგი დასტური ის არის, რომ ერთ თვიან პერიოდში ოქრო არის გაუფასურებული 10%-ით, ვერცხლი კი 20%-ით. კრიპტოზე გადავიდეთ, აქაც არა გვაქვს სხვადასხვა ფლატ სახარბიელოდ საქმე, 2%-ით შემცირებული ბაზრის შეფასება და ის შეადგენს $2.1 ტრილიონ. ბიტკოინი დაეცა დღეს სხვადასხვა უკვე $58,000-მდე, ხოლო ეთერიუმის ფასი არის $1,500 ფარგლებში. კაპიტალიზაციას რაც შეეხება, $188 მილიარდი გვაქვს ჩვენ ეთერიუმთან, ბიტკოინთან კი $1.39 მილიარდი. უკვე კი ტრადიციულად გეტყვით იმასაც, რომ თუ გიტკოინ გსურთ, ბიტკოინის ეთერიუმის და სხვა იმის კრიპტოაქტივის შეძენა შეგიძლიათ მემართოთ CoinMania-ს, რომელიც არის ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული კრიპტობირჟა, სადაც უკვე 1000-ზე მეტი სხვადასხვა კრიპტოაქტივი არის ხელმისაწვდომი, მათ შორის რა თქმა უნდა ეს მსხვილი და ძალიან ცნობილი კრიპტოაქტივებიც. გადავიდეთ უკვე ლონდონში. აქ გვაქვს პოზიტიური შედეგები, 2%-ით არის გაზრდილი, როგორც ხედავთ, საქართველოს ბანკის აქციები, TBC-სთან კი კორექცია არის -0.73%. ეროვნულ ვალუტასაც შეეხება, მისი კურსი დოლართან არის 2.64, ევროსთან 3.01, ანუ დიდი ცვლილებები არ ქონია, ხოლო სტერლინგის კურსი არის 3.59.